Қарабაღში აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა ვიზიტი ოფიციალური თბილისის ყურადღების ცენტრშია. საგარეო უწყება არ კვევს შეხვდა თუ არა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის თვით აღიარებულ ვიცე-პრეზიდენტსა და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სომხეთის პირველი პირი. მინისტრის მოადგილე სომხურ მხარესთან და ელჩთან საუბრის შემდეგ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არსებობს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, სადაც სერჟ სარქსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად ჩანს. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წევრები ყარაბაღს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის 25 წლის თავის აღსანიშნავად სტუმრობდნენ. არსებობს ვიდეო მასალაც, რომელთაც დასტურდება, რომ კონფლიქტის ზონაში სარქსიანიც იყო ჩასული. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კანტანია Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტიდან ფოტომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, მთიანი ყარაბაღის თვით აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზაიმო ღონისძიებას ესწრებიან. კანტანია წერს, რომ აფხაზური დელეგაციის ვიზიტი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის 25 წლის თავს ეძღვნება, კვლავ გრძელდება. სტეფანაკერტში სომხეთის პრეზიდენტი ვიზიტის ამსახველი ვიდეო მასალა სომხურმა მედიამაც გაავრცელა. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ მასალაზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ ქართულ და სომეხ დიპლომატებს შორის კომუნიკაცია შედგა და სომხური მხარის განმარტებით სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია. გიგიაძე ამბობს, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. ჩვენთვის საკმარისია ის განცხადება, რასაც ჩვენ გვეუბნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო სომხეთი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეკულაციების მიუხედავად სომხეთში 5 სექტემბერს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არ გადაიდება და ვიზიტის ფარგლებში საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შედგება. გავრცელებულ მასალაზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა. არანაირ შეხვედრას და მით უმეტეს ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ქონია. სომხეთი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერის, მისი პოზიცია ამ მიმართულებით არის უცვლელი და შესაბამისად დანარჩენი ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია. მთიან ყარაბაღში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიც. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგაციას ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. ვიტალი გაბნია იმედს გამოთქვამს, რომ მთიან ყარაბაღთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ურთულესი გზა გაიარა მთავარ მიზნამდე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მისაღწევად. აფხაზეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გვერდით ყოფნა. როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნული, ვიზიტი გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დელეგაცია სამხრეთ ოსეთის და არაღიარებული დნესტრისპირეთის ეგრეთ წოდებული დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.